რატომ არ მუშაობს ვიზუალიზაცია, აფირმაცია, მანიფესტაცია? არა და მუშაობს. და მაშინაც კი, თუ გგონია რომ ნაკლებ ეფექტურია, საოცარ შედეგებზე გავყავართ. სინამდვილეში ვიზუალიზაცია, მანიფესტაცია და აფირმაცია, ისევ როგორც სხვა ნებისმიერი მეთოდი, ტექნიკა, სულაც არ არის ჯადოსნობა, მაგია ან რაიმე ხრიკი. ეს არის უბრალოდ ჩვენი შიდა გადამრთველები, ინსტრუმენტები, რომლებიც საკუთარ თავთან მუშაობაში ძალიან გვეხმარება. საკუთარი თავის ცვლილების გარეშე კი უბრალოდ ვერანაირი ახდენილი სურვილი და ახალი რეალობა ვერ იქნება. სწორედ ამიტომაც ნებისმიერ ტექნიკას საოცარ შედეგებზე გავყავართ. სწორედ ვიზუალიზაციის შედეგად ძალიან ხშირად ხდება ჩვენი მიმართულების განსაზღვრა და ზოგჯერ იმასაც აღმოვაჩენთ, რომ სურვილი, რომელიც გვეგონა რომ ძალიან გვინდოდა და ჩვენი იყო, თურმე სულაც აღარ გვაინტერესებს ან უბრალოდ არ არის ჩვენი. კი, ასეც ხდება. ხოლო თუ მაინც გადავწყვეტთ, რომ ნამდვილად გვინდა ესა თუ ის სურვილი აგვისრულდეს და ჩვენი რეალობა შეიცვალოს, აი შემდგომ უკვე იწყება ჩვენი შიდა მიმართულების მკაფიოდ განსაზღვრა, ჩვენი შინაგანი სამყაროს მომზადება და ახალი რეალობის დადგომა. საკუთარი ემოციური ფონი და ნერვული სისტემა უნდა მომამზადოთ სურვილების ასასრულებლად და ახალი რეალობის მისაღებად. შინაგანი ბლოკები არის სერიოზული ფილტრების სურვილების წინააღმდეგ და სწორედ აი ამ ძალიან სერიოზული ფილტრების განეიტრალებას ახდენს ვიზუალიზაცია, როდესაც ტვინს აჯერებს, რომ არანაირი სიახლე, საფრთხე არ არის და ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს ამ სურვილის ასრულების შემთხვევაშიც. ასევე ხდება აფირმაციების მეშვეობით, თვითშეფასების ამაღლება და საკუთარი თავისადმი ნდობის გაზრდა. აი აქ უკვე სამყარო აჩენს შესაძლებლობებს. სინამდვილეში ჩვენი ამაღლებული თვითშეფასებით და საკუთარი თავისადმი გაზრდილი ნდობით უკვე ვახდენთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და სწორედ იმ ახალი შესაძლებლობების შემჩნევას, რისი დანახვაც მანამდე უბრალოდ არ შეგვეძლო. შემდგომ უკვე იწყება ჩვენი ენერგეტიკული ველის მომზადება. საკუთარ უზენაეს მესთან, ღმერთთან, სამყაროსთან, უზენაეს გონთან კონტაქტი დაარქვით თუ გინდათ. აი ჩვენი ენერგეტიკული ველი უნდა მომზადდეს ნებისმიერი პრეტენზიების, ბლოკების, ბუზღუნის, უიმედობის შიშების გარეშე. უნდა შევძლოთ ვიბრაციების ამაღლება და ენერგოველის მომზადება, რომ ახალი რეალობა დავიტიოთ. არის საინტერესო ერთი დეტალიც ამ პროცესში, ეგრეთ წოდებული ტაიმინგი, ანუ დრო. როცა გონია რომ ეგრევე დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ სასურველი რეალობა და ავიხდინოთ სურვილები. ეს ზოგჯერ ასე არ ხდება ხოლმე. ხშირად ეს გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. მოდი აქაც ვთქვათ, რომ სამყარომ და თქვენმა თავმა, თქვენმა უზენაესმა მე, ღმერთმა, გაცილებით უკეთ იცის, როდის არის იდეალური დრო თქვენთვის ამა თუ იმ სურვილის ასასრულებლად ან რეალობის შესაცვლელად. კი, ზოგჯერ ეგრევე ხდება ხოლმე რეალობის შეცვლაც და სურვილის ასრულებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი უკვე მზად არის, რომ მისთვის ასურველი რეალობა მიიღოს. ანუ ეს შიდა სამუშაოები უკვე გაიარა. ასე რომ ნებისმიერი ტექნიკა, მეთოდი, ინსტრუმენტი, რომელიც საკუთარ თავთან მუშაობაში გეხმარებათ, არასდროს არ არის ცუდი, არასდროს არ არის დაბრკოლება და არასდროს არ არის უშედეგო. ყოველთვის ეცადეთ და იმუშავეთ საკუთარ თავთან. საკუთარი თავის ცვლილების შემდეგ უკვე შეძლებთ სურვილების ასრულებას და თქვენი რეალობის შეცვლას.